საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ შვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საუნივერსიტეტო საზოგადოების წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ მოვიდნენ ადგილზე და შეუერთდნენ უკვე მიმდინარე პროცესს, რაც მანამდე მიმდინარეობდა. მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყეს დემონსტრანტებმა. აქ იყვნენ გაერთიანებული სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ესენი იყვნენ პროფესორები, სტუდენტები, ადმინისტრაციის წევრები და ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში და ისინი ასევე პასუხობენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბოლო დღეებში, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს პროტესტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ ხოლმე, რომ აქ შეკრებილი საზოგადოება და ის ადამიანები, ვინც უერთდებიან პროტესტს, არიან მართულნი, როგორც ისინი უწოდებენ, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რასაც აქციის მონაწილეები პასუხობენ, რომ ახლა საქმე უფრო მაღლა დგას, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას მათი მოთხოვნები და პროტესტის მიზეზი. ისინი ამბობენ, რომ არჩევანი ახლა არის დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის და მიიჩნევენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები არ შესრულდება და არ დაინიშნება ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, საქართველოს მომავალი, ევროპული მომავალი არის საფრთხეში. ჩვენ ვესაუბრეთ ბუნებრივია სტუდენტებს და პროფესორებს და შეგვიძლია მოვისმინოთ მათი განცხადებები. ქართული ოცნება ცდილობდა დააჯეროს საზოგადოებას, რომ ეს არის ვიწროპარტიული მარშები ან პროტესტი. და ისაც ახლა ხდება, იმაზე მეტყველებს, რომ ეს უკვე გაცდა ამ რაღაც პარტიულ იდეოლოგიას. ჩვენი პროტესტი არის როგორც წესი საზოგადოების წევრების პროტესტი, აკადემიური სივრცის პროტესტი, ანუ უბრალოდ მოქალაქეების პროტესტი იმის მიმართ, რაც ხდება ახლა საქართველოში. და მე მგონი უბრალოდ ახლა თუ ძალით არ უნდა ქართულ ოცნებას თავის დაბრმავება, ან უბრალოდ დეзинფორმაციის გაკეთება. უბრალოდ სიმართლეს უნდა გაუსწოროს თვალი, რომ ის რასაც ის ჩადის, არ მოსწონს საზოგადოებას ზოგადად და არა რაღაც პარტიას. აი ამას მეტყველებს მე მგონი ეს ყველაფერი. ესენი წავლენ, რუსები წავლენ საქართველოს, მასთან დამთავრდება ეს ყველაფერი. ის მაშინებელია, რომ ხალხი არის გაბრაზებული და არავის ესენი არ უნდა. და უბრალოდ გაიგონ ჩვენი ნათქვამი, რომ არ გვინდა საქართველოს გარუსება. მაგას არავინ აქ ვიძღვართ არ დაუშვებთ. საინტერესო რომ თუკი პროტესტის პირველ დღეებში, იმას შემდეგ რაც ირაკლი გობახიძემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2028 წლამდე საქართველო აღარ გააყენებს დრის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, რაც პროტესტი დაიწყო. თავდაპირველად პირველ დღეებში ჩვენ ვნახეთ, რომ ხალხმრავალი აქცია, მასშტაბური აქციები იმართებოდა ხოლმე უშუალოდ საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ პროტესტმა განიცადა ერთგვარი ტრანსფორმაცია და უკვე დღის განმავლობაში ათობით მარში იმართება ხოლმე. თუკი თავდაპირველად ეს მარშები იყო პროფესიული ხასიათის, ახლა შეიძლება ითქვას, რომ გასცდა ასევე პროფესიულ ხასიათს და ჩვენ ვიხილეთ თუნდაც ბედების მარში, ბებია ბაბუების მარში, უახლოეს დღეებში დაგეგმილია მამების მარში და კიდევ არაერთი მარში არის დაგეგმილი უახლოეს დღეებში, ფაქტობრივად მთელი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის მარშია დაგეგმილი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი. გაჩვენებთ ახლა თუ რა ვითარება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოქალაქეები რჩებიან ისევ, უშუალოდ ის პროტესტის ის მონაწილეები, ვინც მარშის სახით შემოუერთა დღეს პროტესტს, ისინიც იმყოფებიან აქციაზე და ის მოქალაქეები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ რომელიმე მარშში, ასევე რჩებიან საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს.